მოდით დღეს ერთად ჩავუყრვავდეთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ისტორიას, რომელიც ოდესმე მოუყოლიათ. ეს არის ამბავი ოჯახზე, ღალატზე და რაც მთავარია მიტევების წარმოუდგენელ ძალაზე. და სანამ დავიწყებთ, მოდით დავსვათ ერთი ცენტრალური კითხვა, რომელსაც ეს ამბავი გვიყენებს წინ. რა ღირს მიტევება? რა არის მისი ნამდვილი ფასი? და ესე იგი ჩვენი ამბავი იწყება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ოჯახში, მაგრამ ერთი შოკის მომგვრეველი მოთხოვნით, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს თავდაყირა აყენებს. წარმოიდგინეთ, უმცროსი ვაჟი მიდის მამასთან და ეუბნება: "მომეცით ჩემი წილი ქონება." ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ხომ პირდაპირ იმის თქმა, რომ მირჩევნია უკვე ცოცხალი აღარ იყო, შენი ფული ახლავე მინდა. და აი აქ ხდება რაღაც სრულიად მოულოდნელი. მამა თანხმდება. დიახ, უბრალოდ თანხმდება და ქონებას უყოფს. შვილიც, რა თქმა უნდა, დიდხანს არ აყოვნებს, ყველაფერს ყიდის, ფულს იღებს და მიდის შორეულ ქვეყანაში ვითომდა ახალი ცხოვრების დასაწყებად. კარგი, მას ახლა აქვს ყველაფერი, რაზეც ოცნებობდა, არა? ფული, თავისუფლება, მაგრამ აი სწორედ აქედან იწყება მისი ნამდვილი კატასტროფა. ის მთელ ამ ფულს უბრალოდ ფლანგავს, აი ესე თავაშვებულ ცხოვრებაში, გართობაში და თითქოს ეს უბედურება არ კმარო და იმ ქვეყანაში საშინელი შიმშილობა იწყება. და შედეგი არის ნული. აი დიდი მრგვალი ნული. ყველაფერი წავიდა. აღარც ფული, აღარც ეგრეთ წოდებული მეგობრები და რაც მთავარია, აღარც იმედი. მაგრამ თუ გგონიათ, რომ ეს არის ყველაზე დაბალი წერტილი, ძალიან ცდებით. მოდით ვნახოთ კიდევ რამდენად ღრმად შეიძლება დაეცეს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ იწყებს მუშაობას ღორების მწყემსად. ხომ ხდებით, იმ კულტურაში ეს იყო უდიდესი დამცირება. და ისე შია, რომ ოცნებობს ღორების საჭმელი მაინც მაჭამაო, მაგრამ წარმოგიდგენიათ, ამასაც კი არავინ აძლევს. აი, სწორედ ამ ფსკერზე, ამ სრულ უიმედობაში ის ბოლოს და ბოლოს გონს მოდის და იღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. ავდგები და დავბრუნდები მამაჩემთან. გონებაში იმასაც კი იმიორებს, რას ეთქვის, როგორ მოინანიებს. წარმოიდგინეთ მისი გზა სახლისკენ, სავსე შიშით, სირცხვილით, გაურკვევლობით, მაგრამ ის რაც მას სახლში ელოდება, აი ეს არის მთელი ამ ისტორიის გული და სული. მაგრამ ნახეთ რა ხდება. მამა კი არ ზის და ელოდება, როდის მოვა შვილი ბოდიშის მოსახდელად. არა, ის შორიდანვე ხედავს მას და რას აკეთებს, თანაგრძნობით ივსება და მისკენ გარბის რომ ჩაეხუდოს. და ეს არ არის უბრალოდ კარგი კპატიო. არა, ეს ბევრად მეტია. მამა აწყობს ნამდვილ ზეიმს. საუკეთესო სამოსი, ბეჭედი, ხამლები, ნასუქი ხბო. ეს არის მისი სტატუსის, მისი ღირსების სრული, საჯარო აღდგენა. და რატომ აკეთებს ამას? მისი სიტყვები ყველაფერს ხსნის. ეს ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და ვიპოვე. ეს არ არის ლოგიკა. ეს არის წმინდა უპირობო სიხარული. თუმცა, მოიცადეთ, ამბავი აქ არ სრულდება. პირიქით, ახლა შემოდის სცენაზე ახალი პერსონაჟი და ახალი კონფლიქტი, რომელიც გვაიძულებს ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ. უფროსი ძმა ის, ვინც სულ მამასთან იყო, ვინც წესებს იცავდა, მინდვრიდან ბრუნდება და ზეიმის ხმა ესმის. და როცა იგებს რაშიცაა საქმე, ბრაზდება, კი საშინლად ბრაზდება და სახლში შესვლაზეც კი უარს ამბობს. და აი ამ მომენტში ვხედავთ ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულების შეჯახებას. უფროსი ძმა ამბობს: მე სულ შენთან ვიყავი, სულ გემსახურებოდი, წესებს არასდროს ვარ გვევდი და შენ ჩემთვის თიკანიც კი არ დაგიკლავს. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული სამართალი, ხომ? მამის პასუხი კი სულ სხვაა. შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ეს არის სიყვარულზე დაფუძნებული მიტევება. მამა კი არ უბრაზდება. გარეთ გადის და რბილად ეუბნება: შვილო, შენ ხომ სულ ჩემთან ხარ. ყველაფერი რაც მაქვს, ისედაც შენია. ის ცდილობს საუხსნას, რომ აქ საქმე სამართლიანობის აწონდაწონვაში კი არა, ოჯახის ერთიანობაშია. და საინტერესო ისაა, რომ იგავი ღიად მთავრდება. ჩვენ არ ვიცით, შევიდა თუ არა უფროსი ძმა სახლში. და ეს გვიტოვებს კითხვას, სინამდვილეში ვიზეა ეს ამბავი? იმ შვილზე, რომელიც დაიკარგა და იპოვეს, თუ მასზე, ვინც ფიზიკურად სახლში იყო, მაგრამ გულით შესაძლოა ისიც შორს იყო. და ბოლოს იქნებ ჩვენ ყველა შია ცოტა ორივე ძმისგან.